მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. ჩვენ ვიწყებთ არხზე ისტორიის მიმართულებას. პუნიკურმა ომმა განსაზღვრა ხმელთაშუა ზღვის ბედი რამოდენიმე ასლეულის განმავლობაში. ამ ომების შემდეგ რომი გახდა დომინანტური სახელმწიფო და შემდეგ უკვე ეტაპობრივად დაიმორჩილა ხმელთაშუა ზღვის სხვა ძლიერი სახელმწიფოები. მოკლედ პირველი ვიდეო შეეხება პირველ პუნიკური ომის პირველ პერიოდს. სანამ უშუალოდ ომზე გადავალთ, ჯერ გავიგოთ თუ რა ხდებოდა ომის წინა პერიოდში. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო კართაგენი იმყოფებოდა სავაჭრო, საზღვაო გზაჯვარედინზე. აქტიურობა ვაჭრობამ კართაგენი მალევე აქცია დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის მთავარ სავაჭრო კომერციულ სახელმწიფოდ. მათ ბატონობას ვაჭრობაში ზურგს უმაგრებდა ძლიერი სამხედრო ფლოტი, რომელიც კართაგენელების სიამაყეს წარმოადგენდა. მიიჩნეოდა, რომ კართაგენელების დამარცხება ზღვაზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის გარდა კართაგენს ჰყავდა ძლიერი არმიაც, რომელიც ძირითადად მუქირავნეებისგან შედგებოდა. ამ ჯარში მსახურობდნენ ლიბიელები, ნუმიდიელები, გალები, ესპანელი იბერები და ბერძნები. უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს კართაგენში იკავებდა ოლიგარქის წარმომადგენლები. ისინი ამ თანამდებობებს იღებდნენ ფულისა და კავშირების წყალობით და არა მათი სამხედრო კარიერის გამო. ამიტომ ბრძოლაში ისინი მოქმედებდნენ ან ზედმეტად ფრთხილად, ან ზედმეტად თავდაჯერებულად, რაც საბოლოოდ იწვევდა უხეშ ტაქტიკურ შეცდომებს. პირველ პუნიკურ ომამდე კართაგენმა დაიმორჩილა ტერიტორიები დიდი სირთიდან ჰერაკლეს სვეტებამდე, ანუ გიბრალტარამდე. მათ ხელში იყო იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, ბალიარის კუნძულები, სარდინია, კორსიკა და სიცილიის დიდი ნაწილი. სიცილიას ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა კართაგენელებისთვის ჰქონდათ სტრატეგიული დანიშნულებაც. ის იყო ერთგვარი ფარი, რომელიც კართაგენის აფრიკულ ნაწილს იცავდა. პირველ რიგში ბერძნებისგან. რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სიცილიის კონტროლისთვის ბერძნებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით ბრძოლა. მაგრამ პირველ პუნიკურ ომამდე უპირატესობა ამ დაპირისპირებაში მოიპოვა კართაგენელებმა. სწორედ ამ პერიოდში კართაგენელები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ქალაქი მესინია, რომელიც მდებარეობდა მესინიას სრუტესთან. ამ ქალაქში გამაგრება აძლევდა კართაგენელებს იტალიისა და სიცილიის დამაკავშირებელი გზის კონტროლის საშუალებას და ზოგადად სამხრეთ იტალიაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებასაც კი. ეს ესმოდათ არა მარტო კართაგენში, არამედ რომშიც. რომი ამ პერიოდში მხოლოდ იწყებდა აღბავლობას. რომის არმია ძირითადად შედგებოდა სახალხო არმიისგან. მისი მთავარი სტრუქტურული ერთეული იყო ცნობილი ლეგიონი. როგორც წესი, ომის დროს იკრიბებოდა 4 ლეგიონი, რომელსაც 2 კონსული მართავდა. ანუ თითო კონსული მართავდა 2 ლეგიონს. თუ კი დიდ ბრძოლას ჰქონდა ადგილი, ლეგიონები ერთიანდებოდნენ და კონსულები დღე გამოშვებით მართავდნენ, რაც იწვევდა მთელ რიგ პრობლემებს. რომაელები ომს აწარმოებდნენ ხმელეთზე, ამიტომ მათ არ გააჩნდათ სამხედრო ფლოტი. რომაელებმა ჯერ დაიპყრა ცენტრალური იტალია, ამის შემდეგ დაიპყრა სამხრეთ იტალია, რომელსაც მაშინ დიდ საბერძნეთს უწოდებდნენ. პირველ პუნიკურ ომამდე რომაელებმა შეძლეს სამხრეთ იტალიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დაპყრობა და სიცილიას მიუახლოვდნენ, რომელსაც ასევე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა რომისთვის. კართაგენთან დაპირისპირება გარდაუვალი აღმოჩნდა. ამ დაპირისპირებაში კიდევ ერთი ძალა მონაწილეობდა, რომელსაც ასევე დიდი გავლენა გააჩნდა. ეს იყო სიცილიაში არსებული ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო სირაკუზა. სირაკუზას ტირანმა აგათოკლემ ძველი წელთაღრიცხვით 313 წელს დაიმორჩილა სიცილიის თითქმის ყველა ბერძნული ქალაქი, ხოლო 312 წლიდან 306 წლამდე ებრძოლებოდა კართაგენელებს სიცილიაში და ასევე შეძლო საბრძოლო მოქმედებების გადატანა აფრიკაში. მართალია აფრიკაში წარუმატებელი აღმოჩნდა მისი მოქმედებები, მაგრამ ამის მიუხედავად ამ პერიოდში სირაკუზა იყო თავის სიძლიერის მწვერვალზე. ამის მიუხედავად მეშვიდე სიცილიურ ომში ქალაქი მესინია კართაგენელებს გადაეცა, რაც კართაგენელების გამარჯვებას ნიშნავდა. მაგრამ აგათოკლეს გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ერთმანეთთან ომი დაიწყეს, ხოლო მისმა მოქირავე ჯარმა დატოვა სირაკუზა. ეს დაქირავებულები წარმოშობით იყვნენ იტალიიდან და ამიტომ საკუთარ თავს უწოდებდნენ მარსის შვილებს, ანუ მამერტინელებს. ისინი წავიდნენ ჩრდილოეთში და მოტყუებით შევიდნენ ქალაქ მესინიაში. შესვლისთანავე მათ ამოხოცეს მამაკაცები, ხოლო მათი ცოლები და სახლები მიითვისეს და ჩამოაყალიბეს ყაჩაღური სახელმწიფო, რომელიც პრობლემად იქცა ყველა მის მეზობლისთვის. როდესაც კართაგენის წინააღმდეგ ეპიროსის მეფე პიროსი გადმოვიდა ჯართან ერთად, მან რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხა მამერტინელები, მაგრამ პიროსმა დატოვა სიცილია და მამერტინელების საკითხის გადაჭრა სიცილიელებს მოუწიათ. ამ პერიოდში სირაკუზაში ძალაუფლება ხელთ იგდო ტირანმა ჰიერონ მეორემ.
აქამდე ჰიერონი მსახურობდა პიროსის ჯარში, სადაც მან სახელი გაითქვა. ჰიერონმა ჯერ ძალაუფლება განამტკიცა და შემდეგ გადაწყვიტა მამერტინელების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა, რომლებიც მის სამეფოს მუდამ თავს ესხმოდნენ და ძარცავდნენ. ჰიერონმა გადაწყვიტა, რომ ჯერ არ აიღო მესინია, არამედ ფრის გარნიზონები გაენადგურებინა. მასთან შესაბრძოლებლად მამერტინელები ვინმე კინოს მეთაურობით გაემართნენ გენერალურ ბრძოლისთვის. ბრძოლა ქალაქ მილთან მოხდა. ბერძნებს უპირატესობა ჰქონდათ ცხენოსნებში. ბრძოლის დროს ბერძნულმა კავალერიამ შემოუარა მამერტინელების ჯარს და მის ზურგში აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მამერტინელების დამარცხება. ჰიერონისთვის ეს იყო სრული გაბარჯვება. მას მხოლოდ მესინიას აღებაღა დარჩენოდა. მაგრამ ჰიერონისთვის სამწუხაროდ ამ დროს ახლოს იმყოფებოდა კართაგენული ფლოტი, ჰანიბალ გისკოს მეთაურობით. გთხოვთ არ შეგეშალოთ ეს ჰანიბალ გისკო მეორე პუნიკური ომის გმირთან, ჰანიბალ ბარკასთან. ამ ომში ბევრი ჰანიბალი იღებდა მონაწილეობას. სახელები ხშირად მეორდება და შეიძლება მცირედი გაუგებრობები გამოიწვიოს. მოკლედ ჰანიბალ გისკო, რომელიც აკვირდებოდა ამ მოვლენებს ყურადღებით, იცოდა, რომ თუ კი სირაკუზელები აიღებდნენ მესინიას, მაშინ სირაკუზის გავლენა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა სიცილიაზე, რაც კართაგენელების ინტერესში არ შედიოდა. ამიტომ ის დაუკავშირდა მამერტინელებს. დაარწმუნა, რომ არ ჩაებარებინათ ქალაქი და მესინიაში შეიყვანა კართაგენული გარნიზონი, ჰანონის მეთაურობით. ამ პერიოდში ქალაქები ხელიდახელში გადადიოდა, იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ძალა მართავდა მას. მესინიაში იყვნენ როგორც პროკართაგენული, ისე პრორომაული ძალები, რომლებაც ამ პერიოდშივე გაგზავნეს ელჩობა რომში, დახმარების სათხოვნელად. ამ სიტუაციაში ჰიერონი მიხვდა, რომ ის ვეღარ შეძლებდა მესინიას აღებას და სირაკოში დაბრუნდა. რომის სენატში კი დაეწო კამათი, დახმარებოდნენ თუ არა მამერტინელებს. ყველასთვის ნათელი იყო, რომ სიცილიის საქმეებში ჩარევა გამოიწვევდა კართაგენთან ომს. საბოლოოდ რომის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა კონსული აპიუს კლაუდიუსი 2 ლეგიონით, რათა დახმარებოდნენ მამერტინელებს სირაკუსთან ბრძოლაში და გაენთავისუფლებინათ მესინია კართაგენელებისგან. იქამდე სანამ კონსული აპიუს კლაუდიუსი ამზადებდა ჯარს, რომაულ ქალაქ რეგიაში გაგზავნა მისი ტრიბუნი გაიუს კლაუდიუსი. გაიუს ესწოდა, რომ სრუტის გადალახვა გემებით იქნებოდა რომაელებისთვის თვითმკვლელობა, რადგან ზღვას მთლიანად აკონტროლებდნენ კართაგენელები. ამიტომ მის გაცნობიერებულად წავიდა ავანტიურაზე და მესინიაში მარტო გადავიდა სათევზაო ნავით. აქ მან დაიწყო მოლაპარაკებები პრო-რომაულ ფრაქციასთან, რათა ქალაქი რომაელებისთვის გადაეცათ. მაგრამ ამ დროს მოვიდა კართაგენი ხელმძღვანელი ჰანონი ჯართან ერთად და გაიუს კლაუდიუსი უკან დააბრუნა იტალიაში. იმის მიუხედავად, რომ მას შეეძლო დაიპატიმრებინა ის, როგორც შპიონი. გაიუს კლაუდიუსი უკან დაბრუნდა რეგიაში. გზაში კი შეისწავლა კართაგენული გემების ნავსაყუდელები. გაიუს კლაუდიუსი, როგორც ჩანს, ძალიან ავანტიურისტი ბუნების ადამიანი იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა ბედი გამოეცადა და გემებით გადასულიყო მესინიაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ჰანონი აღმოჩნდა ადეკვატური და კართაგენელმა გემებმა რომაული გემების ნაწილი ხელთ იგდეს, ნაწილი კი უკუაგდეს. გაიუს კლაუდიუსი იძულებულიყო უკან დაბრუნებულიყო რეგიაში, რათა გემების რემონტირებას შედგებოდა. ჰანონმა დაუბრუნა რომაელებს გემები და სთხოვა, რომ სანაცვლოდ პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ. ჰანოის აქციელი საკმაოდ უცნაური იყო, იმის ნაცვლად, რომ მას აეტეხა საერთაშორისო განგაში და მოეთხოვა კართაგენელებისგან დახმარება, ის თვითნებურად ზედმეტად რბილად ექცეოდა რომაელებს. გაიუს კლაუდიუსს კი სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. ის მცირე ჯართან ერთად გემზე დაჯდა და კვლავ მესინიაში ჩავიდა, როგორც კერძო პირი. ქალაქში მან შეკრიბა მამერტიანელები და დაიწყო მათი დარწმუნება, რომ რომის დახმარება მიეღოთ. შეკრებაზე დაიწყო ცხარე კამათი. კამათის დროს მან თქვა, რომ ჰანონიც მოსულიყო მოლაპარაკებაზე, რათა დასწრებოდა მას. ჰანონი მოვიდა და დაიწყო აქტიური მონაწილეობა დისკუსიაში. მაგრამ მალევე გაიუს კლაუდიუსს მობეზდა ლაყობა და თავის ხალხს უბრძანა დაეპატიმრებინათ ჰანონი და გემით მასთან ერთად რეგიაში დაბრუნებულიყო. გაიუს კლაუდიუსმა მოითხოვა, რომ კართაგენელებს დაეტოვებინათ მესენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მეთაურს მოკლავდნენ. ჰანონს უნდოდა სიოცხლის შენარჩუნება და ამიტომ წერილი მისწერა მის მოადგილეს, რათა დაეტოვებინათ ქალაქი. ჰანოის მოადგილეს ისეთივე სუსტი ნებისყოფის აღმოჩნდა, როგორც თავად ჰანონი, რომელსაც მართლა დატოვა ქალაქი და ის დაოთმო რომაელებს. ამის შემდეგ კლაუდიუსმა გაანთავისუფლა ჰანონი, რომელიც დაბრუნდა სამშობლოში და კართაგენელებმა ის სიმხდალისა და ქალაქის ჩაბარებისთვის სიკვდილით დასაჯეს, ძელზე გააკრეს.
კართაგენელები მიხვდნენ მთელ საშიშროებას მესენიას დაკარგვის. ამიტომ ჯერ გაგზავნეს ელჩობა გაიუს კლაუდიუსთან, რათა მას დაეტოვებინა ქალაქი, ხოლო უარის შემდეგ კი ჯარი გაგზავნეს სხვა ჰანონის მეთაურობით. დაიწყო პირველი პუნიკური ომი. რომაული ჯარის პოზიციები საკმაოდ მძიმე იყო. გაიუს კლაუდიუსი ჯარის მცირე ნაწილთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ მესენიაში, ხოლო რომაული ჯარის ძირითადი ნაწილი კონსულ აპიუს კლაუდიუსის მეთაურობით კი ქალაქ რეგიაში. რომაული ჯარის ძირითად ნაწილის გადასვლის საშუალებას არ აძლევდა კართაგენული ფლოტი, რომელიც ბლოკადაში ამყოფებდა ქალაქ მესენიას. ჰანონი დიდი კართაგენული ჯარით მესენიისკენ მიემართებოდა. ამავე დროს სირაკუზის ტირანმა ჰიერონმა შეკრიბა ჯარი და ისიც მესენიისკენ გაეშურა. ბუნებრივად კართაგენელები და სირაკუზელები აღმოჩნდნენ მოკავშირეები რომაელების წინააღმდეგ. ამ დროს კონსულმა აპიუს კლაუდიუსმა ხერხს მიმართა. მან ხმები გაავრცელა, რომ თითქოს რომში გემებით უკან დაბრუნებას აპირებდა, რადგან ის ვერ დაეწყებდა ომს სენატისა და რომის ხალხის ნების გარეშე. მისი ჯარი ფლოტით რომისკენ გაემართა. ნახეს რა კართაგენელებმა, რომ აპიუსი რომის მიმართულებით მიცურავდა, მათ დაიჯერეს, რომ რომაულმა ჯარმა დატოვა სამხრეთ იტალია და ყურადღება მოადუნეს. ამ დროს აპიუსმა შემოატრიალა გემები და ყურადღება დაკარგულ კართაგენულ ფლოტს გამოეპარა რომაული ფლოტი, რომელმაც ჩააღწია მესენიაში. ასე რომ მესენიაში მთელი რომაული არმია აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ წყინვალე მანევრი განახორციელეს, რომაელების მდგომარეობა მაინც მძიმე იყო. ისინი ჩამორჩებოდნენ რაოდენობრივად ხმელეთზე, ხოლო ზღვას კართაგენელები აკონტროლებდნენ. ამის მიუხედავად, აპიუსმა გადაწყვიტა დრო არ დაიკარგა. მან ნახა, რომ კართაგენელებისა და ბერძნების ბანაკი დაშორებული იყო ერთმანეთისგან. ჰანონი ქალაქის ბლოკირებას ახდენდა ჩრდილოეთით, ხოლო ჰიერონი სამხრეთით. აპიუსმა პირველად შეუტია ჰიერონის ჯარს. რატომ არ გადაწყვიტა ჰიერონმა კართაგენელებისთვის დახმარების თხოვნა, არავინ არ იცის. შეიძლება ამის მიზეზი სიამაყე და თავდაჯერებულობა ყოფილიყო, მაგრამ ეს მისი მხრიდან დიდი შეცდომა აღმოჩნდა. ჰიერონმა ბანაკიდან ჯარი გამოიყვანა და ველზე შეებრძოლა აპიუსს. აპიუსმა დაამარცხა ჰიერონი. დამარცხებული ბერძნები ბანაკში დაბრუნდნენ. აპიუსმა აღარ შეუტია ბანაკს. ამის მიუხედავად, ჰიერონი მიხვდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და მეორე დღეს ჯართან ერთად დატოვა ბანაკი, რომელიც თვითონვე გადაწვა და სირაკუში დაბრუნდა, სადაც ქალაქის გამაგრება დაიწყო. აპიუსმა გადაწყვიტა კართაგენელებთანაც იგივე გაეკეთებინა, მაგრამ ჰანონი სხვანაირად მოიქცა. ის არ გავიდა ველზე, არამედ დაიწყო ბანაკის გამაგრება. აპიუსმა უბრძანა ჯარის ნაწილს შეეტია ბანაკისკენ, მაგრამ კართაგენელებმა შეძლეს რომაელების უკუქცევა. გაქცეული რომაელების საბოლოო განადგურებისთვის ჰანონმა ჯარი გამოიყვანა, მაგრამ ამ დროს აპიუსმა რეზერვი ჩართო და გამოყვანილი კართაგენული ჯარი დაამარცხა, რომელიც ასევე პანიკაში ბანაკისკენ დაბრუნდა. მეორე დღეს ჰანონმა დატოვა ბანაკი და გამაგრა გარნიზონები. რომაელებმა ნახეს რა, რომ არც კართაგენელები და არც სირაკუზელები არ აპირებდნენ გაშლილ ველზე ბრძოლას და ორივემ პასიური როლი აირჩია, აპიუსმა გადაწყვიტა თვითონ დასხმოდა თავს. მან დაიწყო სირაკუზას ტერიტორიების დაკავება, მაგრამ თავად ქალაქ სირაკუზას, რომელსაც რომაელებმა აყალ შემოარტყეს, აღმოჩნდა გამაგრებული და თან აპიუსს ეწურებოდა კონსულობის ვადა. ამიტომ აპიუსმა ალყა მოხსნა და დაბრუნდა მესენიაში. აქ მან დატოვა ძლიერი გარნიზონი, თვითონ კი რომში დაბრუნდა. შემდეგ წელს რომში კონსულად აირჩიეს მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი და მანიუს ოტაციუს კრასუსი. რომმა ორივე კონსული 4 ლეგიონით გაგზავნა სიცილიაში. ეს უკვე საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო მთლიანი სიცილიის დაკავება. ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები ისე დაშინდნენ, რომ რომაელების მოთხოვნას 67 ბერძნული პოლისი უბრძოლველად დაემორჩილა. რომაელები მიადგნენ სირაკუზას და მეორედ შემოარტყეს ალყა. ჰიერონი მიხვდა, რომ კართაგენელების იმედზე არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ რომაელებს შესთავაზა მოკავშირეობა და მშვიდობა. რომაელები დათანხმდნენ პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი განიცდიდნენ სურსათის ლოჯისტიკის სერიოზულ პრობლემას, ხოლო სირაკუზას მათ ხარაზე გადასვლით ისინი მოაგვარებდნენ ამ პრობლემას. ამის შემდეგ სირაკუზა იქცა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მოკავშირედ რომაელებისთვის. აი კართაგენელების მდგომარეობა კი სიცილიაში ამით კიდევ უფრო დამძიმდა. ჰიერონმა დაიწყო რომაელების სურსათით უზრუნველყოფა, რამაც გაუმარტივა რომაელებს შემდგომი სამხედრო კამპანია. შემდეგ წელს გადაწყდა, რომ სიცილიაში დაეტოვებინათ მხოლოდ 2 ლეგიონი. კართაგენელებმა კი პირიქით, სიცილიაში ჯარის რაოდენობა გაზარდეს. კართაგენელებმა თავის მთავარ ფორპოსტად აირჩიეს ქალაქი აგრიგენტუმი. რომში ამ დროს ახალი კონსულები აირჩიეს: ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი
და კვანტუს მამლუს ვიტულუსი. რომაელებმა გადაწყვიტეს სტრატეგიული დანიშნულების ქალაქი აგრიგენტუმი აეღოთ. კართაგენულ ჯარს სათავეში ჩაუდგა ჰანიბალ გისკო. ქალაქს ჩრდილოეთით კლდეები იცავდა, ამიტომ მისი სრულფასოვანი ალყაში მოქცევა შეუძლებელი აღმოჩნდა. რომაელები ორ ადგილზე დაბანაკდნენ. უკვე მიმდინარეობდა მოსავლის აღების სეზონი, ამიტომ რომაელმა კონსულმა მამილიუსმა ჯარის ნაწილი გაუშვა ველზე. დაინახა რა ეს ჰანიბალმა გადაწყვიტა თავს დასმოდნენ რომაელებს. შეტევა წარმატებული აღმოჩნდა. რომაელები პანიკით გარბოდნენ ბანაკისკენ. შეიძლება ბანაკიც კი დაცემულიყო, მაგრამ რომაელებს უშველა რკინის დისციპლინა და მათ მოიგერიეს კართაგენელები, ხოლო ერთი რაზმი მთლიანად გაანადგურეს. ორივე მხარე მიხვდა, რომ ფართომასშტაბური ბრძოლა დამაზიანებელი იყო და ამიტომ მცირე შეტაკებების ტაქტიკაზე გადავიდნენ. რომაელებმა ჭკუა ისწავლეს და ამიერიდან თუ კი მოსავლის დასაწყებად გადიოდნენ, აუცილებლად მას ზურგს უმაგრებდა შეერაღებული ჯარი. ალყა 5 თვე გაგრძელდა. კართაგენელებს უჭირდათ ქალაქის მომარაგება, რადგან ქალაქი ზღვიდან დაშორებით იმყოფებოდა. ჰანიბალმა დახმარების შეტყობინება გააგზავნა და აუწყა, რომ სურსათის სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა. ჰანიბალის დასახმარებლად ლილიბეუმში ჩამოვიდა ჰანონი, რომელსაც მნიშვნელოვანი ძალები და საბრძოლო სპილდოები ჰყავდა. მან აიღო ქალაქი ერბესი, სადაც რომაელთა სურსათის მარაგები ინახებოდა. ამის შემდეგ ჰანონი დაეძრა აგრიგენტუმთან, დაამარცხა რომაელი მხედრობა და დაბანაკდა რომაელებისგან 4 კილომეტრში. 2 თვე სერიოზული შეტაკება არ მოხდარა. რომაელების მდგომარეობა სურსათის სიმცირის გამო სერიოზულად დამძიმდა, მაგრამ მათ სირაკუზის ტირანმა ჰიერონმა უშველა სურსათით. სურსათის გარდა რომაელების ბანაკში ავადმყოფობებიც დაიწყო. ჰანონს კი ქალაქში გამძაფრებული შიმშილი აიძულებდა სწრაფად ემოქმედა. ორივე მხარეს უკვე უნდოდათ სწრაფი გენერალური ბრძოლა. ბრძოლა დიდი ხანი გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ კართაგენელების პირველი რიგები შეერყა, რამაც ჩამოშალა საბრძოლო მწყობრი. ამით ისარგებლეს რომაელებმა და მტერი პანიკაში ჩააგდეს. რამოდენიმე 1000-ზე მეტი ადამიანი დაეხოცათ კართაგენელებს, ხოლო რომაელებმა ხელთ იგდეს საბრძოლო სპილოებიც. მიხვდა რა ჰანიბალი, რომ აგრიგენტუმისთვის ბრძოლა დამთავრებულია, ის საღამოს თავის ჯართან ერთად გაიქცა ქალაქიდან. რომაელები, რომლებიც საღამოს ზეიმობდნენ გამარჯვებას, გამოეპარათ პუნიკური ჯარის გაქცევა. ჰანიბალმა დანაკარგის გარეშე ქალაქიდან გაიყვანა ჯარი. მეორე დღეს რომაელებმა აიღეს ქალაქი აგრიგენტუმი, სადაც 25000 ადამიანი ცხოვრობდა. ყველა მათგანი მონებად გაყიდეს, ხოლო ქალაქი გაძარცვეს. აგრიგენტუმის აღების შემდეგ სიცილიის სახმელეთო ქალაქები რომაელებისგან გადავიდნენ, მაგრამ საზღვაო ქალაქები კართაგენის ფლოტის შიშით რჩებოდნენ კართაგენელების მხარეს. რომაელებს კარგად ესმოდათ, როგორი წარმატებაც არ უნდა ქონოდათ მათ ხმელეთზე, კართაგენელებს შეძლოთ საზღვაო ბლოკირება და მათი წარმატების გაბათილება. კართაგენული ფლოტი ახდენდა ბლოკირებას არა მარტო სიცილიის, არამედ მთელი იტალიის, რაც სერიოზულ ფინანსურ დარტყმას აყენებდა რომს. რომის ვაჭრობა თითქმის მთლიანად პარალიზებული აღმოჩნდა, ამიტომ რომაელების მთავარი ამოცანა გახდა ფლოტის შექმნა. ეს იყო პირველი პუნიკური ომის პირველი ნაწილი. მალე გამოვა მეორე ნაწილიც. თუ მოგეწონათ პროექტი, დაწერეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურადღებისთვის.